ხელია თმები დღლეზია მართლა სერიოზული დაცვა ყოლიათ ხო მარა აქ რა გვინდა შეჩემა უნდა გავიხიზნოთ ბიჭო გონება ცოტა ხნით ყველაფერს მოვაშოროთ მერე ის ძმა რო ვიღაცა ანზორას პატიოსანი გოგოს გარდა არავინ მეძლეოდა ფინეთი არ არსებობს მაგის ვიზღას ჯერა იმ ხალხს ვისი ტვინიც რუკებს არ აქვს გამორეცხილი აუ ლოკე რამე შენს პარტნიორს ოპა ხო და მაშინ ჩვენი დედაც ან შემეწეროს მკიდია ძმაო მე ამას არ გავაკეთებ რა კითხვებია ბიჭო გინდა მოისმინო როგორ ვსამ ნინო ზოგადად როცა სამსახურიდან გაგდებენ ყოფილ უფროსთან მიწერა ნორმალური არა წაშალე ჩემი ნომერი ნინო არ მომკლა ნინო იცოდით რომ თხებს მართკუთხედი თვალის გუგები აქვთ გაიოს ნერვებს ეთამაშები უკვე გეფიცები გვაცადე რა ამ თამაშის გამო დროებით გამმელოწდი ხო ხედავ შემარგე გინდა მოისმინო როგორ ვსამ სასიდედროსთან საუბარს ასე არ იწყებენ პაატა იცოდით რომ ტრედები მათემატიკაში ერკვევიან ელემენტარულ თამაშის წესებში ერკვევი გაიოს შენი პასუხისდროა მიდი ბიჭო მართლა ერკვევიან მათემატიკაში ნივთების დათვლა შეუძლიათ მეტის და ნაკლების გარჩევა მორჩა წამოდი წამოეთრი ეკიმთან მიმყავხარ წამოტბაზე წავიდეთ რა ეკიმთან თქოდროზე თორე გესური გეფიცები რა კაი ხო ბაჭო იბერია მიცის ტ**ში ქვიშა შეყრილი როჟა რო გულშემატკივრობს 1 2 და 3 რა ჯანდაბა ხდება შუქი რატომ არა აკი მარა შევარდნაძემ გაგვიტაცა თუ რა უბედურება აი ეგა რო აიჩებე კარტი ვითამაშოთ აჰა და რა შუაშია კარტის თამაში ამ ყველაფერთან რაღაცა თებში მოფრინდა და აგვიტაცა ჰაერში ბიჭო სვანებმა ხო არ მოგვიტაცეს დევი ახლა სვანები ცნობილები არიან ზოგადად მათი ტექნოლოგიური განვითარებით მაგრამ თლად ფრინავთებშებამდე არ იქნებიან ალბათ შვილო გამიღე რა კარი ახლავე უნდა მიაწვი ამას და მიბძანდით არა პირიქით გამომიშვით ბიჭო ნუ დამაც შეხინებ თავებს მარხვაზე ვარ 1 2 და 3 ვინ ხართ ბიჭო თქვენ შენ თვითონ ვინ ხარ რა ხდება აქ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პლანეტა ტრაქსინაზე. სიხარულით გაუწყებთ, რომ თქვენ შერჩეული ხართ წლის შეწერვის ნომინაციაზე. ყავს ორი კანდიდატი პლანეტა ზაყარყუმარიდან. მათ საკუთარ პლანეტაზე არალეგალური კულტი აქვს, სადაც ყველამ საკუთარი დედის ფილტვე უნდა დაიფიცოს, რომ სარიტუალო ადგილას არ გააკეთებენ. თუმცა 5 კილო ლობიოს ჭამის შემდეგ თავის შეკავება ვერ შეძლეს, რის გამოც დედამისებს ფილტვები გაუჩერდათ. შეწერვა აღსრულდა. ყავს 3 კანდიდატი პლანეტა დედამიწიდან. მათ ჩათვლახის საარშიყო კარტის თამაში გადაწყვიტეს და დედაზე დააგინეს, რომ თამაშს არ შეწყვეტდნენ. იმეორებთ ერთ-ერთი კანდიდატის სიტყვებს. ჩვენი დედაც მე ამას არ გავაკეთებ. შეწერვა აღსრულდა. ყავს ერთი კანდიდატი პლანეტა პრუჭანიდან. პლანეტა პრუჭანს წმინდა ცხოველი ჩუმბა-ჩამბა განაგებდა და პლანეტაზე 40 წლამდე კაცებს ვაჟიშვილობის დაკარგვას უკრძალავდა. იქამდე, სანამ ჩუმბა-ჩამბა ვიღაც მანიაკმა ბავშვმა არ მოკლა. ამის შემდეგ პლანეტის მაცხოვრებლებმა დააგინეს, რომ ვაჟიშვილობას 40 წლამდე მაინც არ დაკარგავდნენ. ჩვენმა პრუჭანელმა კანდიდატმა კი ცდუნებას ვერ გაუძლო და ვაჟიშვილობა 35 წლის ასაკში დაკარგა, რამაც პრუჭანზე აღვირახსნილი ომის დაწყებას დაუდო საფუძველი. შეწერვა აღსრულდა. თქვენ მონაწილეობას მიიღებთ
წლის შეწერვის კონკურსში, სადაც დავადგენთ თუ რომელია თქვენში ყველაზე ნაბოზი. ეკიმი მოვაროდეს მე. ამ საავადმყოფოში ხო სულ უნდა იყვირო რა. იცოდი რომ ერთხელ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტმა მეკობრეების დასაფრთხობად ბრიტნი სპირსის სიმღერა გამოიყენა? ბრიტნი სპირსი? აზრზე არ ყოფილა მეკობრეები. Baby can't you see I'm calling Guys like you should not be talking It's dangerous. გამარჯობა. გვერდით პაციენტ შტებცელი და უნიტაზი აირია ერთმანეთში და საშინელი სიტუაცია იყო დამაგვიანდა. აბა, რა გვაწუხებს? ექიმო, მოკლედ, ასეთი პრობლემაა რა. ტკივილი, მიდის, არ ჩერდება. ცოტა ხანი გაჩერდება, მერე ისე ვიწყებს. აჰა, და სად გვაქვს ტკივილი? აგერს კამზეზის. დაიცა? აბა, ახლაც ტკივა? ახლა ამ მომენტში არა. აჰა, ცივზე ყვჭდება ანუ. რა ცივზე ყვჭდება, რა ვერ გაიგე. მე კი არ ვარ პაციენტი, გაიოზია, ტვინი წაიღო, არ საიდან იმენა რაღაც რენდომ ფაქტებს ამბობს. არ ჩუმდება. პოლიკ, იცოდი რომ კუს საკუთარი ტრაკიდან სულ თქვა შეუძლია. პოლიკ, იცოდი რომ ერთხელ ნაპოლეონი კურდღლებმა გაძუხნეს. რო დაიწყებს არ ჩერდება. არ ვიცი რა ჭირს. ადრე ასე არ იყო. მე ვფიქრობდი რომ შეიძლება გონება ტუნტყლით აქ დაფარული თქო. კლასიკა. ასეთი მილიონი შემთხვევა მქონია. პაციენტები ჯერ უაზრო ფაქტებს ამბობენ, მერე კიდე ბლენდერი მოყავთ ცოლად. რას ბოდავ კაცო? იცოდით რომ ბლენდერი დაჭრილ პურამდე შეიქმნა? ხედავთ, უკვე მიდრეკილება უჩნდება სამზარეულოს ნივთების მიმართ. დაეშველება რამე? რთული სათქმელია, ექსპერიმენტულ მკურნალობის მეთოდს უნდა მივმართოთ ახლა ჩვენ. კარგი და რას გულისხმობ ზუსტად? რამდენჯერაც გაიოზი რენდომ ფაქტის თქმას დააპირებს ეს თევზი უნდა ჩაარტყა. იცოდით რომ ხედავ, უკვე პროგრესი გვაქვს. იცოდით რომ საღოლტო, შენ რა მაგარი ექიმი ყოფილხარ? არადა მთელი ქალაქი შენ გასხამს ვაქცინის მაგივრად რო ჭაჭა გაუკეთე ხალხს, მაგრამ ცოდნია საქმე ხო იცი? ბაჭო, ტბასთან მოდი, დიდთავ, დიდი ამბებია. ტბასთან? მოვალ, მაგრამ ბიჭო, ექიმთან ვარ და არ გინდა ვკითხო ამ საავადმყოფოში ტრაქში შეყრილ ქვიშას თუ მკურნალობენ? რავი რამე ისე ლიბერიას გამარჯვებას ვაწვევი ისე ტორპედომაც მაგრად იჩალიჩა ხო იცი წყალტუბოში 1-0 მოუგო იმ სამ გულავს ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა უკვე ეგ მაგათვის და არაა ცუდი რავი ბაჭო ამ წედა იქირავე ბიჭო ეგ არ გამოგადგება ტრაკიდან ქვიშის გამოსაყრელად ოლი კაი ვთხამ და მე კი არ დავიქირავე მთელი ამბებია წყალში რაღაც აღმოაჩინესო რა აღმოაჩინეს გაყინული ანაბრები მე რა ვიცი ველოდებით როდის ამოიტანენ იცოდით რომ დინოზავრი და ადამიანი რომ გასწრებაში შეეჯიბრონ ადამიანი გაასწრებს? რანაირად და დინოზავრები მკვდრები არიან. გაიგაიოს დამშვიდი. ეს კიდე რენდომ ფაქტებს ისვრის აქეთ იქით? კი, არ ჩერდება. ექიმთან ყავდა და თევზით მკურნალობა მირჩია, რავი, ჯერ არ ვიცი რა, არ ვიცი, რა თუ ეშველება ამბავს. ჯემალ, აწიე აბა. ჯემალ, აწიე. ჯემალ, აწიე. ხომალდიტო, ხო არ ხადაობ, თან გაფუჭებულსაც არ გავს. ესე იგი ხომალდი ვიპოვეთ. შენ ის არა ხარ, აკუსტიკაში რო გიტარები გვაყიდინე, ელარჯი. ელარჯი საჭმელია, იდიოტო, ნახევრად მახინჯი კაცი კი არა. ელარჯი საჭმელია, ვითომ რომ ყველაფერი იცის. ელარჯი სანამცხელია ქვია ამ კაც იდიოტო. რა? ელარჯი სანამცხელია? ყველის მაგევრად რას წელავს, კუტუს? უძველეს ბერებს ჯეროდათ რომ მზის დაბნელების დროს დინგ-დონგის გაწელვა დიად სულიერ სიბრძნეს გაზიარებდა. ზოგი ამბობდა რომ ამის შემდეგ დელფინის ენაზე შეეძლოთ ლაპარაკი. ბატონო ელარჯი. რავი გაიოზაბა აშკარად არ იცის დელფინების ენა. და შენ საიდან იცი? ხშირად წელავ ხოლმე მზის დაბნელებისას? საერთოდ რა გინდა ძმა? თქვენ ბევრ ამას ვერ ხვდებით ბიჭებო. ამ ხომალდის პოვნა დიდი ამბავია. სხვებს უნდა გავაგებინო. მიდი მე და გააგებინე სხვებს, წადი დაურეკე.
მე ტელეფონს არ ვიყენებ. შეტყობინებებს მხოლოდ ფურცელზე დაწერილს ვგზავნი. ტექნოლოგიის ნდობა არ შეიძლება. და მაგ ფურცელს რითი გზავნი მერე? ყურანი. ჩემი ტელეფონი ესაა. ვა, თამაშები გიწერია? ვახ, ბიჭებო, გონი მიტაცებენ. არიქა ჩაეჭიდეთ. გონი კაბან ბიჭებო. სად ვართ ბიჭო? ბავშვებო, ადგილზე დარჩით. მალე მოვა უფროსობა და მოგხედავენ. რა გინდათ ჩვენგან? უკვე გითხარით რაც მინდა. ადგილზე დარჩით თქო. შემიხარ. მე ის ვარ, ვინც იცის იმ ხალხს რა მოსდის, ვინც წესებს არ ემორჩილება. სიჩუმე იყოს. გასაგებია? კი, იქნება წყნაური. რა თაობა მოდის? საჯანდაბაში ვართ ბიჭო. წყლიდან ხომალდი ამოხტა და მოგვიტაცა. გონი ჩვენი ტბის ქვეშ უნდა ვიყოთ. წყალში. იქ რანაირად? წყლის ქვეშ თუ ვართ? რანაირად სუნთქავ, თევზები ხო არ ვართ? აიოს. კარგი, ნუ აზროვნებ ძალიან გთხოვ. კაი და მართლა ხომ არ დაველოდებით მაგათი უფროსების მოსვლას. ნახდათ არ მინდა ვინმე მტირკმელები გაგვიყიდოს. უნდა დავითესოთ. სასტავ რა ვიცი, არ დაგხოცონ. იქნება არ არიან ცუდი ხალხი ის უფროსები. აიოს, ნუ აზროვნებ მეთქი. არ დაგხოცონ და ცუდი ხალხი არ არიან ერთ წინადადებაში რანაირად ჩასვი. მე მაქვს გეგმა. ჩატლახი დიალოგის დროა ახლა ბიჭო? კი, სუსტად მაგის დროა. გეგმა მაქვს, უბრალოდ მომენტეთ. ეს რა არის? ეს ჩატლახი დიალოგია, თო ვიცი რაცა, მოწყოთ მაგრად ვიღადავებთ. კაი, დარიგი, აბა და აგვიხსენი ერთი. კარგად მოიფიქრე ყურადღების გადატანა. ხო, ცოტა თამაშის ხოჩი შევიდნენ და დავითესოთ. ხო. მაინც პარტახი ხარ. კაი, აბა, მოწყოთ. 2 მეტრი ამოთხარე უკვე და ფაქტი არ არის. სად არის? რამდენჯერ უნდა მოგწეროთ, რომ ეს არის ბაგაბაღი. 2 მეტრი ამოთხარე უკვე და ფაქტი არ არის. სად არის? გაუმარჯოს, რა დედის შეგემთხვა ძმა? ძალიან ასწორებს. რა ვიცი, ორივეს პასუხი კარგი იყო. რომელს გაგამარჯვებინოთ ახლა? დავაი ბიჭო, დავაი ნენელა, ვიტესებით, გავდივართ. ბავშვის აკვნისთვის მაკლდება 5 ლარი და 2 კვირით ხომ ვერ მას ესხებ. შენ ოღონდ რა მემთხოვე და დედასაც მოგკნა. აქ რა ხდება? თქვენ ვინ ხართ? მე რაული ვარ, ყარაყაული. ცვლილებებია ზემოთ რაღაც, დღეიდან დაცვა ჩვენ ვიქნებით. ეგ რა წესია? რატო განაცვლებენ თქვენით? ხალხი მოიყვანაო ხომალდმაო და სად არიან აბა? აუ, ბავშვები სად არიან ბიჭო? აი, ამიტომ ცვლიან უფროსობას ძმა. თქვენ მერე მოგხედავთ, დავაი გაგწეულები დავიჭიროთ. მოგესალმებით, მე გარდაზაპორ წუკალ ჩულაყი ვარ. მე კი რუზუნდაკულ ჩუპან ჩაჩონი. როგორც ვიცით, პლანეტა ტრაქსინაზე წლის შეწერვის კონკურსი მიმდინარეობს, სადაც უნდა დავადგინოთ არჩეული კანდიდატებიდან, რომელია ყველაზე ნაბოზი. წლის ნაბოზარი სახში მშვიდობით დაბრუნდება, ხოლო დანარჩენებს სიკვდილი მოელით. დიახ, ალბათ გაინტერესებთ წელს რა მოგვიმზადეს ორგანიზატორებმა. გთავაზობთ წლის შეწერვის გეგმას, რომელიც ჩვენმა ლიდერმა ჯუჯალზაბუდ კურტუპაჩუნმა მოიფიქრა. შერჩეული კანდიდატები გადაყვანილი იქნებიან პლანეტა დრუნჩზე, სადაც უკვე 7000 წელია მშვიდობა არ დარღვეულა. დრუნჩის საზოგადოება ერთმანეთთან ჰარმონიულად ცხოვრობს და იმ იშვიათ ცივილიზაციებს მიეკუთვნება, სადაც ომი, როგორც სიტყვა, არც კი არსებობს. დიახ, ნამდვილად ასეა, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ეს პლანეტა არაჩვეულებრივი ტესტი იქნება. ჩვენი კანდიდატები მალე იქნებიან გადაყვანილი პლანეტა დრუნჩზე, სადაც ისინი ეცდებიან, რომ ომი დაიწყონ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. დაანძრეული აქვთ. მათ ომის დასაწყებად 3 დღე აქვთ, თუმცა დრუნჩზე დრო სხვანაირად გადის და ჩვენ ბევრად უფრო მალე შეგვეძლება გავიგოთ, ვინ მოახერხებს დავალების შესრულებას. გთავაზობთ მონაწილეთა ინტერვიუებს. ბატონო ემაილ, როგორია თქვენი განწყობა? 1, 2 და 3, რა ვიცი, ჩემი განწყობა ისეთია, აი, პოსეიდონის კოცნის მერე რო განიცდი. პოსეიდონის კოცნა რა არის? აი, ტუალეტში რომ დიდხნიან საქმეზე შედიხარ და გაჭინთვის მერე რო უნიტაზიდან წყალი უკან გესხმევა. აი ეგა პოსეიდონის კოცნა. რა გინდათ საერთოდ ჩვენგან, რატომ ვართ აქ?
პლანეტა ზაყარყუმარიდან ტიპებმა კულტი დაიწყეს და დედამისებს ფილტვები დაუხეთქეს. პლანეტა პრუჭანიდან ტიპმა ვაჟიშვილობა დაკარგა და აღვირახსნილი ომი დაიწყო. ჩვენ პროსტა დავაგინეთ ძმაო, ამის გამო სამყაროს ყველაზე დიდი ნაბოს კონკურსზე რატო ვართ ვერ გავიგე? ბატონო ემაილ, თქვენი кейსი იმიტომაა ამდენად მძიმე, რომ დედაზე დააგინეთ. ჩვენთვის, ტრაქსინელებისთვის, დედა ყველაზე სანუკვარია და იმ სიტყვების წარმოთქმაც კი, რაც თქვენ თქვით, მენტალურ და მორალურ ზიანს გვაყენებს. ხო და თქვენი დედაც მოყანდა თქვენი პლანეტისაც ზემოდან. ჯანდაბა ახლა ფსიქოლოგთან ვიზიტი დამჭირდება. ახლა კი დღის სხვა ამბები. სუდან დუბან კუმანმა წუხან და ჰარაზარს წუწანზე უკბინა. ისე წყალქვეშ რა გასასვლელი უნდა ვიპოვოთ, მე ვერ ხვდები. ბიჭო, არ ვიცი, იქნება სხვა ხომალდს წავაწყდეთ და იმით წავიდეთ, ან რავი, წყალქვეშ ვართ. იქნება ჟანგბადის ბალონები ვიპოვოთ და ავცუროთ რა ჩვენით. მარჯვნივ ახლა თუ მარცხნივ? ჩემი აზრით მარჯვნივ. მარცხენა მხარზე ეშმაკი გაზისო და მარჯვნივ ანგელოზი ვარ, გაგიგიათ? ჩემი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ეშმაკი მარცხენა მხარზე კი არა, ჯოჯოხეთში ზის და უზარმაზარ მუხის მაგიდასთან პას გაყვირის. მაგრამ კარგი იყოს მარჯვნივ. არ გაინცრეთ, ჩემი დედაშევი. აუ, პირშავიკი. რა გინდათ კაცო ჩვენგან? არ გაინცრეთ მეთქი, ჩემს ყველაფერს შევი. ბიჭო და მარტო რატო ხარე? თქვენაირები რომ მარტო არიან, კაცობა ხო აკლდებათ მაგ დროს. წესით 1-10 მაინც არ უნდა იყოთ, რო იბლატაოთ? დავიყავით, რომ მარტივად გვეპოვეთ, ბიჭო. ახლა სადაც საჭიროა იქ წაგათრევთ და თქვენი სუნთქვის ხმაც არ გავიგოთ, თორე? ხო, თუ ხმას ამოვიღებ, შენ დედა შეი, თუ სახი არ გაგვაძრო, ხო? ხო, მაგრამ სანამ წაგიყვანთ, დროზე ჯიბეები ამოატრიალეთ 4-ვე. ფული მოჭვით, ბიჭო. ფული რად გინდა? ლამაზი კაბა უნდა იყიდო შენთვის? აბა, გოგო შენ არ გეყოლება და. მე რაული ვარ, ყარაყაული, გაგიხვრიტო შუბს. ბოლტოს. გეთანხმები, პოლიკი, ბრიჯავიკები არც მე არ მევასება. მაგრამ საინტერესოა ამათ რატო გაგვიტაცეს? ბაჭო, ამათ მთელი ცხოვრება ავსწავლობ. ესენი თავისით არაფრის მომხოდველები არ არიან. ვიღაცამ დაიქირავა უეჭველი. ლუდი და სემიჩკა შესთავაზეს და ესენიც ალბათ დაიკერენ. ანუ ჯერ კიდე არ ვიცით ვინ მოგიტაცა. არა, აი დავფიქრდეთ რა, ვინ შეიძლება იყვნენ. იცოდით რომ დიდი სიტყვების შეშს ჰიპოპოტამონსტროს ესკვიპედალიოფობია ქვია? გაიო, სერიოზულად, ახლა მოგინდა მაგის ხმა? აი ვიყიდი მე თევს ხვალ ბაზარში და მერე ნახე რამდენი გირტყა. აი წამოწავედით, სანამ კიდე გამოჩენილა ვინმე. მოგესალმებით, ეს ახალი ამბებია, რომელსაც კლავინდებურად გარდა ზაპორწუკალ ჩულაყი და რუზუნდაკულ ჩუპან ჩაჩონი გაგაცნობთ. დავუბრუნდეთ ჩვენს კანდიდატებს და გავიგოთ თუ როგორ ასრულებენ დავალებას. როგორც იცით, ისინი პლანეტა დრუნჩზე გადავსვით, სადაც მათი დავალება ომის დაწყებაა, თუმცა ამნესიის შესრულება ფაქტიურად შეუძლებელია. შეგახსენებთ, რომ პლანეტა დრუნჩზე 7000 წელია მშვიდობა არ დარღვეულა. პირველი პლანეტა პრუჭანის წარმომადგენელი ჩაგვერთვება. ბატონო სუდუ, როგორ უმკლავდებით დავალებას? რა ვიცი რა, არაფერი არ გამოდის. აქ ისეთი ამბავია, მე არ ვიცი საერთოდ. გამოკითხვა ჩავატარე და აქაურ მაცხოვრებლებს, რასაც ქვია უყვართ ერთმანეთი. წესით არც უნდა გეფიქრათ, რომ დავალება მარტივი იქნებოდა. მოდი ახლა ჩვენს მომდევნო კანდიდატებს ჩავერთოთ პლანეტა ზაყარყუმარიდან. ბატონებო, თქვენ მაინც გაქვთ რა მოსახის პროგრესი? რა პროგრესი? ჯერ ვეცადეთ მეზობელ ქვეყნებს შორის ჩაგვეგდო შუღლი. მარტივი ფსიქოლოგიით რა ვუთხარით, რომ ერთი მხარე მეორეზე ფიქრობდა, რომ ესენი სირები არიან. მოკლედ ვცდილობდით, რომ ამათ შორის სიძულვილი დაგვეთესა. და რა მოხდა? ჩათვალეს, რომ რაღაც თეატრალურ აქტს ვდგამდით. ახლა შენობას გვიშენებენ, რომ სპექტაკლები დავდგათ. მერჩიც კი გაგვიკეთეს, თანმყვებიან, გიჟები არიან. აქ ომი როგორ უნდა დავიწყოთ? ახლა განცალკევებით ვართ და მომდევნო სტრატეგიაზე ვფიქრობთ. გასაგებია, ახლა კი ჩვენს დედამიწელ კონკურსანტებს მოვიკითხავთ და გავიგებთ თუ როგორ მიდის მათი პირველი დღე დრუნჩზე. 1 2 და 3 გაგვიშვით სახში ომი დაიწყო. რა? ხო, დაიწყო ომისო. კი, მაგრამ რანაირად? რანაირად და უჭრელად. სხვა კანდიდატები ცდილობდნენ, რომ მაცხოვრებლებს შორის დაეწყოთ ომი, ხვდები? მაგრამ მე მეგრელი კაცი ვარ, ყველაფერს ვუპოვიღრიჭოს. დავალება ომის დაწყება იყო, რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში დაიწყებენ ეგენი ომს თუ ჩვენ დავიწყებთ. ხო და ჩამოვედით თუ არა ეგრევე მივედით ვიღაცებთან და გავუქანე და ვხიე.
მერე მუზეუმი ქონიათ, სადაც ძველი ომის იარაღებს ინახავენ თურმე. რა იარაღს, კაცო? 4-იანი ქვია და მთელ პლანეტაზე ერთი ცალია მარტო. მაგარი რამეა, იმენა დავითრიე თუ არა ეგრევე მაგათ პარლამენტს დავუშვი ამ იარაღით და სტრატეგიულ ობიექტებს ვაფშე აი ბუღი გადავატარე და ომს ვიწყებთ ხო რა გამოუცხადეთ აკაურებს. რაღაც იზამდნენ, დაიწყო ომი. წუთი-წუთზე უნდა შეგვიტიონ უკვე და წაგვიყვანეთ დროზე აქედან. ღმერთო ჩემო. ამას არ ველოდი, ჭკვიანურად მოგიფიქრებიათ. კარგი ბატონო ემალი, ჩვენს ლიდერს ჯუჯალ ზაბუტ ყირტუპაჩუნს ყველაფერს გავაგებინებთ და პლანეტა ტრაქსინაზე დაგაბრუნებთ. 1 2 და 3 უთხარით მაგ ჯუჯალ ზაბუტ ყირტუპაჩუნს თუ ვინ ჩემი ფეხებით საარო დაუჩქაროს. აკეთ სასტავ, აი ლიფტი, გამოვიძახოთ და ეგა. გაიოს, გაჩერდი 1 წუთი, აბა? რა ხდება? ვერ გავიგე. წინ სულ ისე რატომ მიდიხარ თითქოს გზა იცი? რავი, ინტუიციით. მოდი ნუ გვაბოლებ რა, ჯერ ტბაზე რომ ვიყავით შენ გიტაცებდნენ, ჩვენ კი არა. აქ ჩამოვედით და რამდენჯერაც იმის გარკვევა ვცადეთ თუ ვინ გაგვიტაცა, სულ რაღაც რენდომ ფაქტებს ახეთქებდი. აგვიხსენი ერთი, აბა რა ხდება? ისა. გაიოს, გაეცი აბა პასუხი. სულ თავიდან ხომალდმა რომ მოგვიყვანა, გახსოვთ რას ამბობდა? დაველოდოთ უფროსებს იქნებ არ არიან ცუდი ხალხიო. შენ მე დებილი ხო არ გონი ვარ ბიჭო? ისა, ვიცოდით რომ შუმერულ ცივილიზაციაში. გაიოს, უპასუხე პაჭო, სწორედ დანძრეული გაგებიცები. საერთოდ გაიოზი ხარ? კარგით ხო? მე გაიოზის რობოტი ვერსია ვარ, მაგრამ ყველაფერი რიგზეა. რა? შედიშლა რობოტო შენა. გაწუხნეთ ბიჭო, გაწუხნეთ. მინახარ ბიჭო, საიდან მოიქრია ნამდვილი გაიოზი სადა? არ გაინძრეთ და ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის. ჩვენი ტაქსისტი, შენც რობოტი ხარ კაცო? ვერც კი წარმოიდგენთ, უკვე იმდენი ვართ. ხელები მაღლა. ბატონო ელარჯი, თქვენც რობოტი ხართ? არა, მე ადამიანი ვარ. რომ ნახე როგორ გაგიტაცეს, ვიცოდი რომ თქვენთვის უნდა მეშველა. რა ხდება კი, მაგრამ რობოტების რევოლუცია დაიწყო? ახლა არაფრის ახსნის დრო არა, გასასვლელი აქეთა. სანამ სხვებიც მოსულან უნდა გავიპაროთ. კარგი, წავედით. შენ ჩვენთან ერთად წამოხვალ და პირველ რიგში იმას გვეტყვი, ნამდვილი გაიოზი სადაა? კარგი, წავედით, დრო აღარ გვაქვს. ვახ ბიჭო, ეს რა სიგიჟე ხდება? საიდან ვიცით საერთოდ რომ ჭახანაც რობოტი არაა, პაჭო შენ? რამე დამამტკიცებელი საბუთი გააქვს? თქვენს წინაშე წლის შეწერვის გამარჯვებულები. წლის ნაბოზრები, პლანეტა დედამიწიდან. ეს ვინ ჩემი შუაფეხია ბიჭო? ამათმა გაგვიტაცეს? ბატონებო, ჩვენი ლიდერი, ჯუჯალ ზაბუტ ყირტუპაჩუნი გილოცავთ გამარჯვებას. თუმცა თქვენთვის სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს. სინამდვილეში სიკვდილით დასჯა წლის ნაბოზრებს უწევთ. რა? აბა პირიქითო? წლის ნაბოზრებს გავუშვებთო? მოგატყუეთ. ახლა კი ტრაქსინელებო. 1 2 და 3 თქვენ რაღაცა გეშლებათ მგონი ბიჭო. იარაღი საიდან? ხომ შეგამოწმეთ და არ გქონდათ. ტრაქშიც უნდა გენახათ. აბა ბატონო ჯუჯალ ზაბუტ ყირტუპაჩუ, ვარ ყველაზე დიდი ნაბოზარი თუ არა? აბა რა იგონათ ბიჭო, ნახე რა ვუქენი, ნახე, მოინდომეს ჩვენი მოკლა. გადაგბუგეთ ყველა თუ ფუ ბიჭო, ეს რა დაგვემართა? რა ხდება იმაი? ყველა დავბრინეთ ბიჭო, ახლა სახლში ვიღაცა გვიყვანს. რომელიმე მხომალდის მართვა ვიცით? ისევ წვიმს, ისევ ქუხს, გუშინაც წვიმდა, იმის წინაც. აი რა, ნუ წუწუნებ. გინდა საჩამოვამხოთ სოფლიო დომინაცია. კაი, დამშვიდი, არ აყვე მაგაზრებს, დავი აკონტროლე. მოდი რამე ვითამაშოთ. გუშინ ჩატლახი დიალოგი გამოვიწერე, მაგრამ ერთი კაციც რო დაგვემატოს გაასწორებდა. ვუი, ისაპირებს მოსვლას, ჩემი პირველი თანამზრახველი. ვინ კაცო? მიდი გაუღე. რა არის ბიჭო, აქ რამ გაქირავებინათ? ბინა, 5 ჯერ დამეცა მეხი სანამ მოვედი.
შენ აქ რა გინდა განდრონო? ბიჭო, ცოტა ხნით თქვენთან ერთად გავიხიზნები რა. მაგარ სირობაში ამოყავი თავი. აი, აზზე არ ვარ რა უნდა ვქნა ძმა, გამიგე? რა მოხდა? გოგო გავიცანი. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, იმენა soulmate-ები გავიჩიტეთ. პაემნებზე დავდიოდით, მაგრად გვევას არა ერთმანეთი ძმა, გამიგე? მერე? მერე იქამდე მივიდა საქმე, რომ მაგის ოჯახი უნდა გამეცნო. ხო და მივდივარ წინ მამამისი მეტუზება და მეუბნება გაუმარჯოს მე ანზორავარო. ანზორაო, ბიჭო. მან დავწირო ჩემი შეყვარებული სინამდვილეში ანზორას გოგოა ძმა, გამიგე? დავპანიკდი და ეგრევე მოვტყდი. ახლა აქ ვარ. ამ სამყაროშიც ვერაცდი ანზორას გოგოს? რა მოხდა? მე უბრალოდ სახელია ეგ ანზორ. გინდა დაუბრიდოთ მამამისი, გინდა დაუბრიდოთ. შენ რა გჭირს ძმა? ბოდიში, თავს წლივს ვაკონტროლებ. ახალმა მერმა მწვანე ბალახი არალეგალური გახადა. ხო და დიეტაზე ვარ. რაღაც აზრები მიტევს ხოლმე მომენტებში. სამყაროს დაპყრობა მინდება. რა დიეტა ძმა, ღადაო? კოსმიური ყუთი ხარ, ბიჭო, შენ ვირა უნდა მოგჭამოს. ხო, ძმა, რას გიზამე? ციხეში ჩაქსვამენ? გახსნი პორტალზე გამოხვალ. რა დიეტა არის დიეტა? მართალი ხარ, ხო იცი? ხო და ყველა აღელვებულები ვარ და მიდი ერთი ჩავყაროთ პარე. რომ გნახავ, შენ სტრაქს რიკოთის გვირაბს დავამსგავსებ. წინაზე საწოლში ჩამიფსი, გააჯვი, ნუ ღამწერი. რომ გნახავ, შენ სტრაქს რიკოთის გვირაბს დავამსგავსებ. ნომერი შეგეშალა, მაგრამ დამაინტერესე. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს ავყრი და მოვდებ სკოლას. თელი თარცულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებე. თარსულელები მასულელებენ. სუთასულები, თავს გასულები. შავ ჩვენზეა დათარსულები. კაიგაი 27 დათარსულები. მეგრელების ბრალია. დათარსულები.